დაწყებით კლასში ბავშვი უნდა სწავლობდეს ქართულს და მათემატიკას. მეოთხე კლასიდან უკვე დაიწყება რომელი ენაც უნდა, შემდეგ იმ ენას მოისურვებს და ბუნებრივია კომპიუტერიც ასევე ანალოგიურად. წიგნები, რაც ყველას ძალიან აინტერესებს. წიგნები იქნება ყველასათვის, აღარ გაჩნდება პრობლემა რამისაა, რომ ერთი თვე ოჯახი იკლებს, საკვებს, რომ ბავშვისთვის გადადოს ეს ერთმანეთს მიადოს კაპიკი. სერტიფიცირების კუთხით რას ფიქრობ? პედაგოგის სერტიფიცირების გარეშე თუ იმ სტანდარტებთან არ იქნა, აი თვითონ თქვენთვის ყველა პედაგოგი ხომ არ არის, მშობელია, ყველას უნდა რომ მის შვილს ასწავლიდეს ღირსეული პედაგოგი, რომ ის ნამდვილად იყოს სერტიფიცირებული. და არა ისეთი, მაგალითად, ქართულს რომ ასწავლის, პარალელურად მან მათემატიკა ასწავლოს. მეურნეობასთან დაკავშირებით აგიხსნით რა მდგომარეობა და რას აპირებს ბატონები. დღეს ხელახლა ვაყალიბებთ ახალ სისტემას. გამიგეთ რა? აქედან გამომდინარე პროგრამა ასეთია. სისტემა მოიცავს, ანუ გულისხმობს 4 ძირითად მიმართულებას. ეს არის პირველი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი, კერძო ფერმერული მეურნეობების ხელშეწყობა, რომ ისინი ფინანსურად ფეხზე დადგნენ, მათი ყველანაირი ხელშეწყობა. მეორე არის აგროსერვისის სისტემის ჩამოყალიბება. მაინტერესებდა განიხილეს ბიძინა ივანიშვილის პროგრამა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით, ჯანდაცვასთან დაკავშირებით და მაინტერესებდა ყველაფერი როგორ იქნებოდა და ამის მოსასმენად მოვედი. და მოსმენით კმაყოფილი თუ ხარ და იმედით. რა თქმა უნდა, ის ყველაფერი, რაც ამათმა ჩვენ გვითხრეს, თუ ის ყველაფერი შესრულდა, ძალიან კმაყოფილი ვიქნები, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრია უნდა ექიმთან მისვლა, მაგრამ არა აქვს საშუალება რომ მივიდეს. რა ვიცი ახლა ყველაფერი უნდა ხალხს ის უნდა რასაც ეკუთვნის რომ კონდეს. აი მას არ ითხოვს რომ რაცხა იმიდან მოიტანონ და რაცხა მართლა ფულადური გონეს ხალხს რომ უნდა ის რასაც ელემენტარული საჭიროება მოითხოვს ოჯახისა, გინდა ცხოვრებისა და თქვენი იმედი გაქვთ სიახლის და ცვლილებების. ნამდვილად მაქვს რომ ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ იქნება ეს ყველაფერი სიახლე. Готовы?